საარჩევნო კოდექსი არის მოკლედ ყველაზე მთელი გულწრფელობით გეუბნებით, რომ ერთ-ერთი ყველაზე ესეთი კარგად სავაჭრო საკითხია. აი მაგალითისთვის მე დავტოვებ ახლა ამ დაკვირვების წესის აკრძალვას ასე და სამაგიეროდ ამას შეგიცვლი პირობითად რა ვიცი დაგინიშნავ დაგიმატებ კომისიის წევრს. ეხლა კომისიის წევრთან მივედით, კი დაგიმატე კომისიის წევრი, მაგრამ ისევ 2/3-ით გადაწყვეტილებებს მივიღებ, იმიტომ რომ მაშინ მეც უნდა დავიმატო ეს ეგრეთ წოდებული ნეიტრალური წევრები. აი რა კომბინაციაც 2020 წელს მივიღეთ, ზუსტად ესე იყო, ხო? ანუ 9 პოლიტიკურ პარტიას ყავდა და ჰქონდა უფლება დაენიშნა კომისიაში მაგრამ იმიტომ რომ ქართული ოცნება ესე პირდაპირ ვთქვათ აღმოჩენილიყო უმრავლესობაში ეს ნეიტრალური წევრების რაოდენობა უნდა გაეზარდათ ხო რომ რეალურად 8 წევრი თავმჯდომარის ჩათვლით უნდა მოხვედრილიყო კომისიაში აქ როგორ წარმოგიდგენია ოპოზიციური პარტიების როლი რა უნდა იყოს იმიტომ რომ როგორც კიდევ ერთხელ ვამბობ ყველაზე მარტივად შეიძლება ძალიან მცირე საკითხებში აი ძალიან დიდი ნუსხაა ხოლმე ხო აი საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანეს აი 70-მდე საკითხია რასაც ყოველთვის ვეწინააღმდეგებ იმიტომ რომ 70 საკითხიდან 40 არამნიშვნელოვანი საკითხი რო გაიტანო ეს ვერაფერს ვერ გისვლის მაგრამ თუ არის სამი საკითხი მაგალითად ადმინისტრაციის ცვლილება იმიტომ რომ ეს ადმინისტრაცია ეხლა ასე ვერ აგვარებს და არ არის გამჭვირვალე არის მიკერძოებული და წარმოადგენს მხარეს მეორე პირობითად ტექნოლოგიებით იყოს თუ ძველი წესით ამაზე შეთანხმების საკითხი და მესამეც აი სასამართლოს ნაწილი ან დავების ნაწილი აი ამ სამს ხშირად ცვლიან რაღაც მეორე ხარისხოვან 40 საკითხში აი როგორიც არის მაგალითად დავაბრუნე ისევ პირობითად რაღაცა ნაკვეთური ბეჭედი ან დავაბრუნე არ ვიცი ხელმოწერა კიდევ ერთხელ იმისთვის რომ ესეთი დავიცვა მომრჩეველი. თუ ვინმე